ხულოს 94 საოლქო საარჩევნო კომისიაში კი სულ 12 საჩივარია შესული ოლქის იურისტის გამარტებით მათი უმეტესობა პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა, რომლებიც სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელმა დააფიქსირა. სამართლიანი არჩევნების საჩივარს ხულოს 36 საარჩევნო უბანზე დაფიქსირებული ბიულეტენების ჩაყრასთან დაკავშირებით ოლქის ადმინისტრაციამ არ განიხილა. რამინ აბულაძის განცხადებით სამართლიან არჩევნებს შეუძლიათ სასამართლოს მიმართვა. ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსული იყო საჩივარი, სულ 12 საჩივარი. აქედან 12-ვე განხილული იქნა, დაკმაყოფილებული იქნა 11 საჩივარი, მათ შორის ერთი საჩივარი 36 ივნისდა ვარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. იმის გამო რომ საჩივრის ავტორმა თქვათ ვერ წარმოადგინა მათში საჩივარში მითითებული ფაქტები და ეს გადამოწმებული იქნა კომისიის თითოეული წევრის მიერ, ჩამორთმეული იქნა ახსნა განმარტებები საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ და თითოეული წევრი ვერ ადასტურებენ და მხოლოდ ამის გამო, მხოლოდ მარტო საჩივრის ავტორის გამო ვერ დადგინდება, თქვათ ის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ვიზეც იყო დაწერილი ეს საჩივარი. ამიტომ ვარი ეთქვათ საჩივარზე.